გამარჯობა, მე ვარ ვახომე ზურნიშვილი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პარტნიორი ტრენერი. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო დელეგირებაზე. უფრო სწორედ იმაზე, თუ რატომ არ აკეთებენ მენეჯერები დელეგირებას. ბუნებრივია, რამდენი მენეჯერიც არსებობს დედამიწის ზურგზე, არსებობს იმდენაირი დელეგირება და არსებობს იმდენი მიზეზი, რომ არ გავაკეთოთ დელეგირება, მაგრამ მინდა რომ რამოდენიმე ყველაზე გავრცელებულ მიზეზს შევეხო. პირველი ალბათ ყველაზე გავრცელებული უარის მიზეზი დელეგირებაზე არის სადმცალია მაგისთვის და სად მაქვს მაგისი დრო, რომ საქმეები დავადელეგირო თანამშრომლებზე. აქ იმალება ერთგვარი მახე, შენ თუ ამბობ, რომ არ მაქვს დრო იმისთვის და არ მცალია რომ თანამშრომლებზე რაღაც საქმეები დავადელეგირო, იქნებ ყველაფერს შენ თავზე იღებ, იქნებ ყველაფერს შენ აკეთებ და ჯობია რაღაც საკითხები გადაუნაწილო დაქვემდებარებულ თანამშრომლებს. მეორე ალბათ ასევე ყველაზე გავრცელებული მიზეზი შეიძლება იყოს მე უკეთ გავაკეთებ, მე მცოდნე ვარ, მე პროფესიონალი ვარ და იმიტომ რომ შენ თავს თვლი პროფესიონალად და შეიძლება მართლა ეგრეა, შენ უკეთესად გააკეთებ, შენ შეგიძლია რომ მაღალი ხარისხის შედეგები დადო, ცდილობ რომ ყველაფერი აკეთო შენ და თანამშრომლებს არ აძლევ ამით იმის შესაძლებლობას, რომ განვითარდნენ და თვითონაც მოსინჯონ ძალები იმ საქმეებში, იმ გამოწვევებში, რასაც შენ როგორც მენეჯერი ყოველდღიურად აკეთებ. ერთ-ერთ სამსახურში დავწინაურდი და ჩემს წინა სამუშაო ადგილზე ავიყვანეთ თანამშრომელი, მე ვიყავი მისი ხელმძღვანელი და ბუნებრივია როგორც ხელმძღვანელს გარკვეული დავალებები, ბუნებრივია მემკვიდრეობით უნდა გადამეცა ამ თანამშრომელზე. მაგრამ რამოდენიმე საქმის მიმართ მქონდა ისეთი სიყვარული, ისე მიკანკალებდა ხელები, რომ ეს უნდა გადავცემე ჩემ დაქვემდებარებულ თანამშრომელს, რომ ავდექი და უარი ვთქვი ამ დავალებების დელეგირებაზე. და როგორც წინა პოზიციაზე, მენეჯერულ პოზიციაზეც გავაგრძელე ამ კონკრეტული საქმეების გაკეთება. ერთ დღეს ხელმძღვანელთან შეხვედრისას ხელმძღვანელმა მიმდინარე საქმეებს მიმოვიხილავდით, კითხა რომ ეს საქმე თუ გააკეთე ვახო და უთხარი რომ მაგისთვის დრო არ მქონდა, აი ამას ვაკეთებდი თქო. ხელმძღვანელმა გაკვირვებული სახით შემომხედა და მითხრა ესეთი რაღაც. წინა პოზიციაზე როდესაც მუშაობდი, მაშინ აკეთებდი მაგას. ეხლა მენეჯერი ხარ და რატომ არ ავალებ დაქვემდებარებულ თანამშრომელს მაგ კონკრეტულ დავალებას. მაგ დროს მივხვდი, რომ აი ეს განსაკუთრებული სიყვარული იმ დავალების მიმართ საბოლოოდ ცუდ შედეგებს გამოიღებდა, რადგანაც მე რესურსს ვპარავდი და ვართმევდი იმ მენეჯერულ საქმეებს, რომელიც უნდა ეკეთებინა.